ბევრი იცნობს ყური, მაგრამ არ იცნობს, არ უნახავს არტიშოკი. ასეთი ბოსტნეული მცენარე არსებობს ჩვენში არაპოპულარული. იტალიაში, ესპანეთში და ხმელთაშუა ზღვეთის ქვეყნებში ძალიან პოპულარული. მე კი ვერ გავიგე რა მოსწონთ ამ მცენარის, რატომ ჭამენ ამ მცენარის ყვავილებს, არაფრის გემო არ აქვს ჩემთვის, მაგრამ მაინც ეს დეკორატიულად მომწონს, ეზოში ძალიან მამასია. ასე ბუთხუზა ყვავილებით ყვავის, ეკლიანი ნარს გავს ჩემთვის, გულზე ნარიო ქართველები რომ ამბობთ, ეს არის როგორი ეკლები აქვს და ეს ყვავილები იჭმება, ფცქნიან ამ ყვავილებს, რაღაცნაირად თავს აჭრიან და მარტო შიგნით კოკორი იჭმება. აი ეს, აი. ნახე რა მხელებია. სხვათა შორის ადვილად მრავალწლოვანი მცენარეა, ადვილად მრავლდება თესლი, ადვილად ამოდის. დათესვიდან იმავე წელს არ ყვავის. პირველ წელს როზეტებს ივითარებს, როგორ ეხება ფუტკარი და მეორე წელს აყვავდება დარგვიდან. აგერ ახლოს ყვავის ჩემი ძალიან გაპოპულარებული მცენარე შავი პილპილი, იმასაც შევხედო. სხვათა შორის ლამაზი ყვავილებია. ამ სურნელოვან ბურთულებს მოისხამს და ნოემბერში უკვე რომ პირველი ყინვები დადგება, ჩვენიერი მოსავალი გვაქვს. მოკლედ არტიშოკი და შავი პილპილი ყვავის ახლა შუა ივლისში, როცა ძალიან დაცხება, სიცხე უყვართ. აი ნახე რა მხელებია. ჩემზე მაღალია, კიდე უფრო მაღლები მაქვს წინ. სურნელოვანი ყვავილი აქვს სხვათა შორის და ბევრი ფუტკარი ეხება. რა მოსწონს ამ ადამიანებს არ ვიცი, იმ ქვეყანაში სადაც ასეთი ბადრიჯანი მოდის, ასეთი პამიდორი მოდის, არტიშოკი რატომ უნდა ჭამო, მე ვერ ხვდები, მაგრამ ვინც ხვდება იმას მერტმა შეარგოს და მოახმაროს. მე არ მიყვარს.